სიკვდილი არის ამ სამყაროს, როგორი სახითაც ის არსებობს, სიკვდილი არის ამ სამყაროს კანონი, შეიძლება ასე ითქვას. კანონია. და მე სამყაროში ვარ და მე ხორციელად ყვდები, იმიტომ რომ მე რატო ყვდები ხორციელად? იმიტომ რომ დაუმონე ჩემი თავი ამ სამყაროს. და აი ადამიანი, რომელიც შეიცრობს ქრისტეს, ის სიკვდილისაგან თავისუფლდება. მისთვის სიკვდილი აღარ არსებობს. კარებივით ხდება. პავლე მოციქული ამბობს, რომ სიკვდილი მარცხდება როგორც უკანასკნელი მტერი, ფიზიკურათაც კი, ბიოლოგიურათაც აღარ მოუკვდებით, არამედ აღდგებით და ეს სამყაროს ენტროპიით აღარ განადგურდება. ახალიცა და ახალი ქვეყანა შეიქმნება. ეს არის ნაწინასწარმეტყველები, ამას ვკითხულობ ჩვენ წმინდა წერილში. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე თავისუფლდები ამ სამყაროს წესებისგან, შეზღუდულობისაგან, დეტერმინირებულობისაგან და მათ შორის სიკვდილისაგან. იმიტომ რომ თავისუფალი მხოლოდ ღმერთია, რატო ამბობ? თავისუფალი მხოლოდ ღმერთია. აი სამყაროს ხშირად ესე ვაკეთებთ ხოლმე, როგორც წრეს ესე წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ ესეც გამოსახავენ მთლიანად სამყაროს, სადაც არის მილიარდობით გალაქტიკები და თითო გალაქტიკაში მილიარდობით და ასეული მილიარდობით გალაქტიკა და თითოეულ გალაქტიკაში ასეული და ათასეული მილიარდობით ვარსკვლავებია. ჩვენ გალაქტიკაში 100-200 მილიარდი ვარსკვლავია, სხვადასხვა ვარაუდია. მაგრამ ეს ყველაფერი ერთიან დიდ სფეროთ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით იწელება. გაფართოება გრძელდება. მაგრამ აქ ყველაფერი არის დეტერმინირებული, აქ თავისუფლება არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ ამ სამყაროს არსებობის საფუძველი არის გარეთ. ბიძგმისა რაღაცამ და ის ბიძგი იყო პირველ მიზეზი. ნახეთ, მიზეზი ამას მოყვა შემდეგი მიზეზი, აი როგორც ბილიარდის მაგიდაზე, რომ პირველ ბურთს დაარტყავენ და ეს პირველი ბურთი არის მიზეზი, პირველი ბურთია მიზეზი და თითოეული ბურთი იმიტომ მიდის ისე და არა ასე, თითოეული ბურთს თავის ტრაექტორია აქვს, რომ ამ ყველაფერს თავის უმიზეზოდ არც ერთი ბურთი არსად არ მიდის. ყველა ბურთის ტრაექტორიას თავის მიზეზი აქვს. აი, დიდი აფეთქების თეორიით აფეთქდა და ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და ეს მიზეზ შედეგობრიობა დღემდე გრძელდება. დღემდე აი ჭიქარო აქ დგას ახლა ესეც, ხო ამასაც თავის მიზეზ შედეგობრიობა აქვს. და მე რადგან ჩაკერილი ვარ ამაში, ჩაწნული, მეც ამ მიზეზ შედეგობრივ ჯაჭვში ვარ და მე თავისუფალი არ ვარ თავისუფალი. და მით უმეტეს თუ ადამიანი პირდაპირ ჰედონისტია, ითვლის მე ბუზებს, ანუ ბოზბაშთა შეთქმას შორის არჩევს და არის ესე დღეში. არ არის ადამიანი თავისუფალი. ფათოჩორის აი ვნებები, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე დაფუძნებული ვნებები. და ადამიანს გონია, რომ ეხლა რომ რაღაცა უნდა და იმას აკეთებს, თავისუფალია. თავისუფალი კი არ არის, დეტერმინირებულია ვნებებში. ცხოველია ჩვეულებრივი ამ დროს ადამიანი. ცხოველი ძაღლებით არის, მაიმუნივით არის, ღორივით არის ამ დროს ადამიანი. თავის ხორციელ მიდრეკილებებს მიჯაჭულია. ხორციელი ბუნება კიდე დეტერმინირებულია. ის მოუნდა, ეს მოუნდა და ასე რაღაცები მოუნდა ადამიანს. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემში არის რაღაც ღვთაებრივი, მე თეოლოგიური არსება ვარ. ეს ნიშნავს იმას, თეოლოგიური არსება, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვარ თავისუფალი და როგორ ვარ თავისუფალი? რა შემთხვევაში ვარ თავისუფალი? თავისუფლება სად არის ამ სამყაროში? არ არის. მაგრამ ღმერთია თავისუფალი. რატო ღმერთი თავისუფალი? იმიტომ რომ მას მის ყოფიერებაში ეს ბიძგი არ ყოფილა. აი პირველადი იმპულსი მის ყოფიერებაში არ ყოფილა. ღმერთი არავის არ შეუქმნია. ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მას უნდა რომ იარსებოს და არსებობს. ის ცოცხალია. ის არსებობს და არსებობს. უნდა და არსებობს. აი ესე, მორჩა. არანაირი ანუ მისი ყოფიერება არ არის გამოწვეული რაიმეთი. არაფრით არის, თვითონ უნდა და არსებობს. არაფერზე დამოკიდებული არ არის. ესმით აი ამაშია საქმე. და მე თუ ვარ თავისუფალი და ეხლა ჩვენ წინსწრებით ვამბობთ, რადგან მე ვარ თავისუფალი, უბრალოდ როგორც აქსიომას ვამბობთ, იმიტომ რომ ქრისტიანობა პირდაპირ მეუბნება, რომ მე თავისუფალი ვარ. მე თავისუფალი რომ ვარ იმიტომ რომ მასთან კავშირის შესაძლებლობა მაქვს და მასთან კავშირი მაქვს. მისი ხატი ვარ და მისი მსგავსი ვარ. ამიტომ დიახაც ჩემი თავისუფლების ხარისხი იმდენი უნდა იყოს, რომ დედამიწაზე არ მეტეოდე, ეს ნიშნავს, იმიტომ რომ დედამიწაზე, ანუ ამ სამყაროში თავისუფლება არ არის. და მე თუ მინდა ვიყო მართლა თავისუფალი, მე მასთან, დედამიწის იქით
ყოფიერებასთან კავშირი უნდა მქონდეს და დედამიწაზე როგორ დავეტევი? და სხვათა შორის პავლე მოციქული პირდაპირ მეუბნება, რომ მე დედამიწაზე არ ვეტევი. ზეცის მოქალაქე ვარ და მეუბნება, რომ ქრისტესთან ერთად, რადგან მე მისი ორგანული ნაწილი გავხდი, რადგან ონტოლოგიური კავშირი მაქვს ღმერთთან, ხორციელად პირდაპირ, იმიტომ რომ მე მისი სისხლისა და ხორცის ნაწილი ვარ და შინაგანათაც, იმიტომ რომ ის ჩემში ცხოვრობს, ეს არის ქრისტიანობა. ჩემში მე თეოდორეში კი არა, ყველა ქრისტიანში. ყველა ქრისტიანი არის მისი ონტოლოგიური არსობრივი კავშირია ღმერთთან. ჩემი სიცოცხლე აღარ არსებობს დამოუკიდებელი. მე კი აღარ ვარ ცოცხალი, ჩემს სიცოცხლობს იესო ქრისტე. ეს არის ქრისტიანის ნორმალური მდგომარეობა. ჩემს სიცოცხლობს იესო ქრისტე. ესა ნორმალური მდგომარეობაა. ჩემშია, ქრისტე ჩემშია. ჩემი ხორცი და სისხლი, მისი სისხლისა და ხორცის გაგრძელება ეს ჩემთვის ნორმალური მდგომარეობაა. ამიტომ პავლე მოციქული მეუბნება ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში. აი ხო აგვზივართ ჩვენ აქ ვართ. და ჩვენ ქრისტესთან ერთად თან უკვე ზეცაში ვართ. აი ეს არის. ანუ ვერ ვეტევით დედამიწაზე. და ადამიანი ქრისტიანი, რომელსაც ღმერთის შეხება განუცდია საკუთარ თავზე. როცა ეს ღმერთის შეხების განცდა აკლდება, ადამიანი წუხს და თუ დიდი წმინდანია, ძალიან განუცდია და ძალიან თუ განუცდია და შეხება მოაკლდება, მერე ტირის და გლოვარებს. და ჩვენ თუ წავიკითხავთ წმინდანთა ცხოვრებას, ნახავთ როგორ აი იგივე სილვან ათონელის ცრემლით ვეძებ ღმერთ. ტირის. იმიტომ რომ განიცადა რომელია. პირდაპირ იხილა უფალი. და შესაბამისად მე ის იმ მდგომარეობაში ყოფნა უნდა ისე, იმიტომ რომ მან განიცადა ნამდვილი თავისუფლება რა არის. ეხლა ისე უნდა და ეძებს. აი ესე. ამიტომ ჩვენ თავისუფლება ვერ ეტევა დედამიწას.